საინტერესოა იმის აღნიშვნა, თუ რამხელა ადგილს იკავებს წმინდა წერილში ლოცვის თემა. იქნება ეს მაგალითების განმარტება, ცნებათა განმტკიცება, თუ აღთქმათა გამოცხადება. გადავშლით თუ არა ბიბლიას, მაშინ ვკითხულობთ და მაშინ იწყეს უფლის სახელის მოხმობა. ხოლო ბიბლიის დახურვისას ჩვენს სმენას წუდება მხურვალე ლოცვის. ამინ. ამის მაგალითი უამრავია. აი ღმერთს დაჭიდებული იაკობი, იქით დანიელი, რომელიც დღეში 3-ჯერ ლოცულობდა და დავითი, რომელიც მთელი გულით მოუხმობდა უფალს. მთაზე ელიას ვხედავთ, დილეგში კი პავლეს და სილას. ჩვენ წინაშეა მრავალრიცხოვანი ბრძანება და უთვალავი დაპირება. სხვას რას გვასწავლის ეს მაგალითები, თუ არა ლოცვის წმინდა მნიშვნელობასა და აუცილებლობას. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის, რასაც ღმერთმა გამორჩეული ადგილი მიუჩინა თავის სიტყვაში, ჩვენს ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან ადგილს უნდა იკავებდეს. და თუ ღმერთმა ამდენი რამ თქვა ლოცვის შესახებ, ეს იმიტომ, რომ მან იცის რაოდენ გვჭირდება ჩვენი ის. ჩვენი საჭიროებანი იმდენად დიდია, რომ ზეცაში წასვლამდე არ უნდა შევწყვიტოთ ლოცვა. არაფერი გჭირდება? მაშ ვშიშობ, ვერაცნობიერებ რაოდენ ღატაკი ხარ. არავითარი მოწყალება არ გჭირდება უფლისგან. მაშ დაე უფლის მოწყალებამ გიჩვენოს შენი სიღატაკე. სული ლოცვის გარეშე ნიშნავს სულს ქრისტეს გარეშე. ლოცვა არის ჩვილის რწმენით ტიტინი, მებრძოლი მორწმუნის შეძახილი. ასევე ლოცვა რეკვიემია მომაკვდავი წმინდანისა, რომელმაც ესესაა უნდა მიიძინოს უფალ ქრისტეში. ეს არის ქრისტიანის სუნთქვა, მოწოდება, ნუგეში, ძალა და პატივი. ღვთის შვილი თუ ხართ, აუცილებლად მოძებნით ზეციერი მამის სახეს და იცხოვრებთ მამის სიყვარულში. ილოცეთ, რომ იყოთ წმინდანი, თავმდაბალნი, მოშურნენი და მომთმენნი. გქონდეთ უფრო მჭიდრო მოზიარეობა ქრისტესთან და უფრო ხშირად შედიოდეთ მისი სიყვარულის საზეიმო დარბაზში. ილოცეთ იმისთვის, რომ იყოთ მაგალითი და კურთხევა სხვათათვის, რათა უფრო მეტად საკუთარი უფლის სადიდებლად ცხოვრობდეთ.